წმინდა მოციქული პეტრე ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ერქვა, მისი რწმენის გამო უფალმა მას პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს. წმინდა პეტრე მოციქული ჯვარზე აღესრულა, მისი სურვილით ის თავდაყირა და კიდეს რათა ჯვარზე ისი არ ყოფილიყო გაკროლი როგორც ქრისტე. წმინდა მოციქული პავლე წარმოშობით ბენიამინიდან იყო, მას სავლე ერქვა და მღვდელმთავართა დავალებით მართლმადიდებლებს დევნიდა. ღვთის განგებით იგი უეცრად დროებით დაბრმავდა, რომლის დროსაც ღმერთმა მას თავისკენ მოუწოდა. პეტრე და პავლე არიან გამორჩეული მოციქული და თავი მოციქულთას უწოდებს ჩვენი დედა ეკლესია. ეს მათი ღვაწლიდან გამომდინარე და იმ პასუხისგებლობიდან გამომდინარე, რაც იტვირთეს ამ ადამიანებმა. მიუხედავად იმისა, რომ პეტრემ სამჯერ უარყო ქრისტე, მას ძალიან დიდი სინანული და რწმენა ჰქონდა. და ამ რწმენის ამ გულმხურვალე კაცი იყო, გულმხურვალე რწმენა ჰქონდა და ამიტომაც ეუბნება მაცხოვარი პეტრეს, რომ შენ ხარ კლდე და ამ კლდესაზე და გაღვაშენო ეკლესიას ჩემიო და ჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მასო. აი ეს რწმენაა, გესმით? იმისი რწმენაა ეს კლდე და აი ამ რწმენაზეა დაშენებული ჩვენი დედა ეკლესია და ეს მნიშვნელოვანია ყველა ქრისტიანი ადამიანისათვის. აი ეს სარწმუნოება, ცოცხალი სარწმუნოება, თავდადება, ერთგულება, სიყვარული რა არის? ეს სიტყვა არ არის მარტო, ხო? სიყვარული კი მარტო ქმედებაში გამოიხატება, თავდადებაში, თავგანწირვაშია ეს ყველაფერი და ესენი არიან ის თავდადებული ხალხი, რომლებმაც ქრისტეს გულისთვის და თავისი მომავლის გულისთვის თავი დადეს და მათ სარწმუნოებაზე მართლა ახშენდა ეკლესია. იცით რომ პეტრემ რო იქადაგა რომში 3000 ადამიანი მოაქცია ერთი ქადაგებით რომ გამოვიდა და იქადაგა. პავლე მოციქული კიდე იცით რომ დევნელი იყო და მობელი იყო ქრისტესი და როგორ დევნიდა და როგორ აწამებდა ქრისტიანებს და უცბად როგორი გარდატეხა მოხდა ამ ადამიანში და მისი ბაგეებითო ქრისტე გვესაუბრებოდაო. ესე პირდაპირ ესე წერია წმინდანთა ცხოვრებაში და წმინდანები ესეა და პავლე მოციქული ამხელა განსასწელები გაიარა, მაგრამ როგორ რა განსასწელებს გაუზრდა ეს ყველა ქრისტიანისთვის ეს ყველაფერი მაგალითი უნდა იყოს. ჩვენ უნდა მიუბაძოთ ამ ადამიანებს, ამ ბუმბერას ადამიანებს იმ ქრისტეს მიერ სიყვარულში, რომელიც მათ გააჩნდა და რას ითმენდნენ და რას აკეთებდნენ, სასწაულებს აკეთებდნენ. აღადგინებდნენ მიცვალებულებს. პეტრე მოციქული ეგრევე აღადგინებდა სასწაულებს იქმოდა. მიუხედავად იმისა, კიდე გიმეორებთ, რომ სამჯერ უარყო. მას იმხელა სინანული ჰქონდა, რომ ყოველ მამლის ყივილზე ცრემლით იღურებოდა ეს ადამიანი, იმხელა სინანული ჰქონდა და ეს სინანულით სამაგალითოა. ყველაფერი სამაგალითოა აი ამ ადამიანების აი იმხელა მნიშვნელობა ყველა ქრისტიანის.